დამატების სახით. ასეთი მაგალითით უფრო მე მიყვარს მარტივად გადმოცემა თხა ჭეშმარიტებებისა, იმიტომ რომ ძნელია რა ეს სილოგიზმებითა და რაღაცა ტრანსცენდენტალებით ველაპარაკო აუდიტორიას, რომელიც შეიძლება ამაში ჩახეთული არ იყოს, ხო? ყველა სხვა არ აქვს წაკითხული, რასაც შენ კითხულობ, ეგ არ არის სწორად. ამიტომ ესეთი მარტივი უბრალო მაგალითებით უფრო ადვილად მიხვდება ადამიანს. ძალიან მარტივ მაგალითებს და იგავებს ყვებოდა იესო ქრისტე. მისი მრევლი, უпроსტად მისი აუდიტორია, ლათინურ სიტყვას ვიხმარ, იყო დეკლასირებული საზოგადოება დაძდება ძირითადად მას, რითაც იგი გარკვეულად შენიშვნებს იღებდა და განსწავლული ფარისევლებისაგან. ბიბლიას რო კითხულობს ადამიანი, შეიძლება ეს მაგრად იცოდე, როგორც წიგნი, და გადაიკითხო უამრავი თეოლოგიური ნაშრომები და ბევრი ვიცით ასეთი ჩვენ. მაგრამ ახლა ცხოვრებაში ვცხოვრობთ ჩვენ მწოდნე ბიბლიისა, ამ როგორც წიგნისა, ორიენტირებს საზოგადოებაში და ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ. ახლა როგორ ხდება აი მის გამო ეს მარტო ისეთი წიგნია, რომელიც მეხსიერებამ უნდა შემოინახოს და ვიცხოვრო წუთი სოფლის ცხოვრებით, თუ როგორ მოვახდინო მე ორიენტირება იმ გზატკეცილზე, აი იმ ფართო ველზე საზოგადოება რო ქვია, ხო? და ესეთ შედარებას გავაკეთებ. მანქანის ტარების სურვილი არის ძალიან ბევრი. შევდივართ ვსწავლობ თეორიას, პირველ რიგში მე პრაქტიკულ იმასაც ვეწევით, ვთქვათ, სწავლასაც შესაბამისი დრო და ინსტრუქტორის მეშვეობით. კარგით, ჩავაბარეთ გამოცდა თეორიაში, ეს ძალიან ადვილი იყო თეორია, ყველა აბარებს თითქმის, მაგრამ პრობლემას ქმნის, ვთქვათ, ეს ტექნიკური, პრაქტიკული, ის გარეთ უნდა გახვიდე, რულზე დაждდე, ცოტა ამას ღილვა ახლავს, პირველად ვინც არის ამასთან, აი სულ პირველად, საკუთრებით ქალებს ახასიათებთ ეს და მაინც ჩავაბარეთ ესა და ლიცენზია გაიცა. ახლა ჩვენ ამით გათამამებული ავჯექით საკუთარ მანქანაზე და წავედით. ახლა ყურეთ რა ხდება პირველ ეტაპზე ყველა ნერვიულობს. დაძაბულია გონება. ყველაფერს, რასაც აკეთებ, ყველაფერი არის რის ხარჯზე, ენერგიის ხარჯზე და მთლიანად ხარ შებოჭილი. რაციონალურად, ტვინით ატარებ, წესებით ატარებ, მთლიანად. ესე იგი, ასე თუ გაგრძელდა დიდხანს აუცილებლად შეეჯახები ვიღაცა ან დაგეჯახება. ესე იგი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მე ვხედავ, რომ მეორე ადამიანი როგორ არის, იცი? თავს დახვიჭავს და ისე მენის, თან ლაპარაკობს, აქეთ იხედება, იქეთ იხედება, გახედავს, თითქოს არ უყურებს, გზასაც უყურებს, უკანაც უყურებს, ერთი თვალი სარკეში იყერება, მეორე მარცხნივ, მეორე მარჯვენა, ამას ისე სწრაფად აკეთებს, რომ გაოცებული ვარ, ამას ინსტინქტებში აქვს ეს ყველაფერი. ნახეთ ეს განათლება, რომელიც მან მიიღო თეორიული, პრაქტიკული და ყველა ამის გარეშე არ ხდება, ვიღაცა მთლიანად მაშინ უკვე ეს არის, ნაწილი არის, მანქანის ნაწილი არის და ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციებში ეს უხიფათოდ დადის. საღვთო წერილიც არის ისეთი რამეს, თეორია ვსწავლო და ჩვენ ახლა ტრასაზე გვიწევს გავლა. კი, მოგწეს დიპლომი თქვა ღმერთმაც, მივიღო მოციქული ვარ, აი პავლე, მისი მოციქული. ეხლა რო გადიხარ, როგორ ატარებ? ინსტინქტებში გადმოდის ეს, ესე იგი ვიბადებით და ეს როგორ მოწდება, იცით? აი, შარაგზაზე. ავარიაში მოხდები თუ არა, მაშინ ხდება შენ რა, ეს ძალიან პირდაპირ არ გაიგოთ ეს ილუსტრაცია. ხო, ძალიან პირდაპირ. ეს მიახლოებითი პარადიგმული რაღაც გარკვეული მაგალითი არის, ხო? სანიმუშო მაგალითი. როდესაც ჩვენ ამას ვკითხულობთ და ვსწავლობთ, ცხოვრება ხო იცით როგორია? სავსეა სურპრიზებით და ცხოვრებაში გვიხდება ჩვენ არჩევანი. მაგალითად, აი ესეთი კიდევ ძალიან ისეთი ყოფითი მაგალითი. საქართველოში არის ახლა რაღაცა ისეთი მდგომარეობა, რომ ყველა აჟიტირებული არის და რაღაც გარკვეული ეს არის დაწყებული მოძრაობა დავარქვათ ამას, გარკვეული ყოვლის მომცველი არის, მაგრამ ხომარი. ქუხს დამჯვენარებს ტელევიზიის გარკვეული ესენი სტუდიები და შემოდით ჩემთან პიროვნება და მეუბნება, წამორა ჩვენ წავიდეთ იმაში. მონაწილეობა მივიღოთ. აი გადაწყვეტილება როგორ უნდა მივიღო მე სწორე. არის სწორი, მაგალითად მე რო გავყვი ამას და მივიღო იმ აქციებში მონაწილეობა, რომელიც მთავრდება მე სავალალოდ, მაგალითად არ მოხდება მე იქ არაფერი. აი როგორ უნდა მივიღო სწორი გადაწყვეტილება. აი როცა ინსტინქტებში მე უკვე ესა მაქვს, ვემსგავსები იმ ბრძოლას, რომელიც სადაც არ უნდა წავიდე, ეს უხიფათოდ დადის, ასევე მეც გადაწყვეტილებას ინსტინქტების თანხმოვნები არა, მე არ წამოვალ. და ეს სულაც არ არის ნაკანახევი შიშით, რომ მე იქ შიშარა ვარ და ცემატყებას გაურბევარ. ეს იმავე თუ ინსტინქტი მკარნახობს, ღვთისმიერი ინსტინქტი, რომ ეს სატანის გზა არის. სატანის გზაზე ყველა ვარიანტში ჩემი მონაწილეობა
არ იქნება მიღებული ღმერთიდან. პრაქტიკაში როგორ იყენებს ადამიანი იმას საღვთო წელს, ეს თვითონ უნდა მან შეისწავლოს, აი ნაყოფებზე როცა იყო ლაპარაკი, როგორ სხვებს კი არ ვასწავლოთ ჩვენ მასწავლებლები კი არა ვართ. ჩვენ ვართ მოსაუბრეები, ერთნაირი, ჩვენნაირი ადამიანების მიერ და საერთოდ ქრისტიანობას ახასიათებს არა ვერტიკალური ურთიერთობა, არამედ ჰორიზონტალური. ესე იგი ჰორიზონტალი რაც ნიშნავს? მე და ვთქვათ მეზოვე ერთად ვზივართ საკრებულოში, მე და ვთქვათ მეღორე სოციალური, მე და მძღოლი ვზივართ, თუ მე ვარ ვთქვათ აკადემიკოსი, მე ვარ ვთქვათ მინისტრი. აგერ იაკობის წერილი ამას განმარტავს. და არ არის აქ ვერტიკალური სატანური მასში ვერტიკალური იერარქია, იცი? მე აღმატებული ვარ, შენ დააღმატა, მე უნდა მემსახურო, მე შენთან როგორ ვიკადრებ ჩამოს, შენ უნდა ამოხვიდე ჩემამდე. ინსტინქტებში რო შედის ეგ, სხვა ტერმინი ხო ფსიქოლოგიდან ვისაცხე ეს ტერმინი, ისე ეს ჩამოგვეყრება და ექსტრემალურ სიტუაციაში რაც ისწავლეს, ყველაფერი დაგავიწყდება. ყველაზე ძლიერი, ძალიან ძლიერი შემომწმებელი არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ვემშვიდობებით აი ამ ლამაზ დედამიწას, სადაც მთელი ბავშვობა გავატარეთ. მეგობრებით შევიყვარეთ, ზოგმა განხილვა მოგცა, სიყვარული გვესტუმრა, შვილები გავაჩინეთ, რაღაცა მოვახლაფურთეთ, ვიწვალეთ, ვიდაგეთ, სახლი ავაშენეთ, ყველა ენერგიები ჩავდეთ და როგორი ახლა ამას გამოემშვიდობე, როგორი, აი ქრისტიანზე ლაპარაკი, აი აქ მოწოდება ქრისტიანს, არა ქრისტიანზე არ ლაპარაკი. აი აქ უკვე თუ შენ ინსტინქტებში ეს შენ უკვე მადლიერების ზონით იტყვი, აღვასრულე ღმერთო, მადლობა და დაგემშვიდობებით, ვინც არის და აბა მომავალ შეხვედრამდე. აი აქ მოწმდება უკვე ის არის, ჯერ კიდე წინ გასავლელია მთელის, ეს ყველაზე ფინალს ვლაპარაკობ, მაგრამ მანამდე სოციალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და სოციალურ გარემოში გვიწევს რა ცხოვრება, ირგვლივ არიან, როგორც აქ ითქვა, აი არის ესეთი ჯოგი, ხო, სხვა სიტყვები არ შეიძლება იყოს ჯოგი, ნახირი, ეს ძალიან ისეთი სიტყვებია, შეიძლება უხერხული იყოს, მაგრამ დასახასიათებლად ეს ჩემს გარდა ბერმა მოაზროვნებაც დაახასიათა ასე და ბერძნულ ენაშიდაც არის სიტყვები, რომლებიც დაახასიათებს ესეთ ადამიანებს, ხო? იქ არის დემოსი, არის ოხლოსი, არის პლებსი, არის ლაოსი, არის ეთნოსი. ხუთი სიტყვა არის იმისა, რაც ჩვენ უწოდებთ ხალხს. მაგრამ იქ ნახეთ, ხალხი განსხვავდება ოხლოსისაგან. აქედან კრატოსი, დემოკრატია, ოხლოკრატია, ამიგეთ და მერე გააგრძელეთ დანარჩენები, ხო? ნუ ლათინურადაც ამას ხო იცით, მასა არის. ოხლოკრატიის სინონიმი ლათინურში არის, დავიგავით, მასა. ქართულად ამას რო არის ჯოგი, ნახირი. ყველა ხალხი არ არის საქართველოში? ყველა ხალხი ხო არის ქართულ სიტყვაში ხალხი. ამიტომ ქართულ ენაშიდაც არის ჯოგი, ნახირი, ბრბო. აგე? არა მარტო ბერძნული მდიდარი. ქართულ ენაც თუ მოუყვებ ძალიან ბევრი, მაგალითად ძალიან ბევრი იმაში. აი მაგალითად ესეთი ინგლისური სიტყვები, როგორიც არის ფუტბოლი, ბასკეტბოლი და ვატერბოლი და ასეთი რამე. ნახეთ, მთელი რიგი რუსულში, რუსული ენაც ხო მდიდარი ენა არის. პირდაპირ ისე შევიდა ინგლისური ფორმით, ხო? ბასკეტბოლი, ფუტბოლი, ვატერბოლი. ქართულში ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, დაგვიდით ვალეიბოლი, ქართულში ფრენბურთი, ბურთი დაფრენა სიკითალით რა. ახლა ქართულში მოიძებნა თუ არა? წყალბურთი. ხედავთ? ასე რომ ენას საერთოდ ენის ფენომენი ხო ბიბლიდან გავიგდეთ, საიდან არის რა, როგორ მოხდა ამ ენის დიფერენცირება და როცა საღვთო წერილს ლაპარაკობთ ჩვენ და ბიბლია სინონიმი არის ღმერთის სიტყვისა, როცა ლაპარაკობთ ბიბლია იგულისხმება ღმერთის სიტყვა და არ ვაკერპებთ წიგნს. წიგნი გამოყენებულია საშუალება ლიტერა ამ ფორმით და დატანებულია დღევანდელი შრიფტი შავი თეთრზე, ასოები კი არ მოქმედებს ჩვენზე. ასოებს უკან ის ძალა მოქმედებს, რომელიც გადმოიცემა წინანადებით ამა თუ ენაში და ამას ვადასტურებთ იმ გრაფიკული სიმბოლოებით, რომელსაც ამბანი ქვია. ასეთი ჩვენ ქართულ ენაზე ბიბლია მართლაც უტყუარად არის ჩვენამდე მოწოდებული. ცოტა ისე ჩიქორთული შეიძლება რთული წინადადებები იყოს და ეს იმის ბრალია, რომ მორწმუნეს თარგმანი არ არის. სხვათა შორის ძველი ქართული კიდე არ აუშავს.
მაგრამ ძველი ქართული სინტაქსი ცოტა ძალიან ბევრისთვის გაუგებარი კი არ არის, აი ძველია რა, ვერ გებულობს, იმიტომ რომ მისი გონება უკვე ნაზიარები არის თანამედროვე სინტაქსურ წყობას და ორთოგრაფიას, თანამედროვე გრამატიკის და უნდა და ენერგია ცოტა დახარჯოს, რომ ამას გემო და ის გაუსინჯოს, გამიგეთ და არსობრივი თვალსაზრისით ძველი ქართულში შემიდარებია ძველი ქართული ასე ვიხსენებ და აქ იყო მოყვანილი რომელიმე ენა დაიდე რუსული, ინგლისური, ფრანგული, რომელიც იცი ძველი ლექსიკონის დახმარება შეიძლება ენა არის ცოტა თუ ბაზისი გაქვს ლექსიკონი გახმარება ამაში ლექსიკონი ახლა ძველი ბერძნული მკვდარი ენა არის ლათინური მაგრამ ლექსიკონის მეშვეობით ჩვენი მკვდარი ენა უკვე უამრავი სიტყვები შემოგვისწავლა ბიბლიამ ბერძნული ენა აქამდე მე ბერძნული სიტყვები კი არ ვიცოდე მე ბიბლია მაზიარა მე ძველ ბერძნულ სიტყვებს დაახლოებით რა ვიცი რამდენი სიტყვები ვიცი უკვე და რა კარგი რამე ამ სიტყვებით ბიბლიამ რომ ასავლა პლატონის ფილოსოფია გავიგე რომელიც ჩიქორთული ქართულით არის ნათარგმნი თურმე რა მაგარი რაღაცა არის ხო ეს აი ადამიანურ დონეზე ვიძახი აი ამას ცხოვრებაში როგორ იყენებ იმიტომ რომ ცხოვრებაში ძიცით რა გამოჩნდა ამა თუ იმ ექსტრემალურ სიტუაციაში სულ გავიწყდება რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ იგივე მოვიდა ბიბლიის პატრიარქებს მაგალითად აბრაამს იაკობს ხო ესაკსაც ისააკს რა მოვიდა კაცი ესენი ხო ღმერთს იცნობდნენ ხო მოდით ვქოთ რომ ჩვენ ღმერთს ისე არ ვიცნობთ როგორც ისინი იცნობდნენ ისინი უსმენდნენ ჩვენ ჩაწერილი ფორმით არის ნახეთ ერთია მაგალითად ჩემი მოსმენა აუდიო ვერსია ახლა თქვენ პირდაპირ რო უსმენთ უფრო მეც გეტყვით სულ სხვა არის ლაივში მე რომ ისმენ და სულ სხვა არის ეს რო ჩანაწერში ჩაიდება და კიდე უფრო ის სულ სხვა არის რომ ამას ისე დამოუკიდებლად ისე წერილობითი ფორმით რომ მოგაწვდით პირველი ესეთი პირდაპირი გადაცემა მეორე ამ პირდაპირი გადაცემის ჩანაწერი მესამე ამის წერილობითი ფორმით რომ მოვა თქვენამდე ხვდებით ჩვენ წერილობითი ფორმით არის ახლა ღმერთი მაგრამ ამის უკან ღმერთი დგას და ძალიან დიდი შანსია იმისა რომ არასწორად იყოს გაგებული ჩემი გონების მე როგორც აქ მუსიკალური ძალიან ძლიერი მაგალითები მოიყვანა ჩვენმა მეგობრმა და არა მარტო მეგობრმა ხო ძმამ უფრო ძმა არის ჩემი ვიდრე სხვა ბიოლოგიური ძმა თორე ეს ისეც მუსიკოსია ჩემი ძმა მაგრამ ჩემთან არ არის და მთელი რიგი მიზეზების გამო არ ვიცი ხო ხო აი თავი გვაქვს სინაგვით სავსე და აი კაკაფონია არის მუსიკის თემაზე კაკაფონია ესეც სიტყვა არის კაკაფონია და იმ მუსიკას რომელიც დაასახელა აი იმიგე ბახიც იგივე და აი რომ შედიხარ იმ ადგილზე სადაც არის რაღაც შენობა და აკუსტიკური ისეც არის კარგად გათვლილი და ეს რომ ამღერდება რა და იქ შემოწმებ ცხოველი ხარ თუ ადამიანი ისე სხვათა შორის ძალიან ბევრისთვის ტესტი არის რამდენად ცხოველი ვარ ჩვენ კლასიკური მუსიკის მოსმენა ეგ ნამდვილი არის აი კლასიკური მუსიკით ეს ჩემი ისეც იყო სხვათა შორის ჩემი შესამოწმებელი სხვა ერთია რომ მეუნება მაგარია და ის გავიმეორე დებილი ვარ თუთიყუში ვარ კაცო ჩემ თავს რატო უნდა მოვატყო დავიზე პირე გავიკითხე მუსიკის ისტორია წავიკითხე ამას რომ მოყვები მე ხო ვიცი რომ დათვი და ღორი ვარ როცა მუსიკა არის და არც უსმენი მაგას ჩემ მეზობელი იყო რომელსაც ახირება ხო ის ქართველებს რა ახირება თავიშვილები ყველა მოცეკვავი უნდა იყოს ყველა მუსიკოსი უნდა იყოს და მასიურად ხალხს დააპოწიალებდნენ ბავშვებს მუსიკალურ სკოლებში 60-იანი 70-იანი წლები ესე რა თქმა უნდა მეზობლის ყველა ბავშვი დადიოდა და ყველას სახში ინსტრუმენტი ჰქონდა ჩემ ძმას მუსიკა უყვარდა პიანინო არ ჰქონდა სახში უცნაური ეგა რა ამ დროს უფრო ის მუსიკოსი იყო ხო უყურებდი ხა იმიტომ კი არა რომ ჩემი ძმა არის არა კაცო ხო იცი ეგა ხო და იმ ჩემ მეზობელს ვეუბნები მისი შვილი შემოვიდა ჩემთან და კითხვა დაუსვით 12 წლის მაწყილი ბიჭი არის 12-13 და ვიოლინოზე დაყავდა ძმები იმ მეზობელს ვეუბნები თქვენ მუსიკა გიყვართ მეთქი არა კაცო შეგვაწუხა რა მამამ და ბებია და დაგვაპოწელეს რა თმინდა ეს რა ჯანდება თმინდა ესა უბრალოდ 7 წლები მაინც დაამთავრე გამიგეთ ვიოლინოს ხო და მამასთან საუბრის დროს ესეთი რამე ვთქვი ერთხელ მე ვთხარი ახლა ამ ბავშვოვნები იცით რა კაი რამეა მეთქი საერთო მოგისმენია პირით ან კონცერტზე წასულხარ მეთქი მარტო არ მიშვენე და არავინ არ მომყვებაო ხო და ამ იმის მერე დავიმახსოვრე და ამ მამას ვეუბნები ჩემი შვილები იქ და მე ვთხარი და რო უკრავდა ხო მართლა ის გამომჩა დეტალი უკრავდა ბავშვი ვარჯიშობდა თუ მეცადინეობდა ხო უნდა ჩააბაროს იქ რასაც თხოვს პედაგოგი და მაიცა რა გაჩერდი რა წუწუნი მე ვეუბნები მოიცა ჩემო საყვარელო შენ მეთქი შვილს აძალებ ისწავლოს და შენ ერთხელ მაინც კონცერტზე თუ არა მოგისმენია რას უკრავს მეთქი აბა რაც შენში არ არის შვილს რატო აძალებ მეთქი
კიდე ესეც არ არის გამართლებული, რაც შენში ის დააწალო. და მით უმეტეს, რაც შენში არ არის და იმას არ უნდა, რატო აწალებ? მოგიკიდეა ხელი და წაგიყვანია მუსიკაზე. მეორე ესეთი მაგალითი ისე რეალური. ერთი მამასაც ყავდა შვილი, რომელიც ცხოვრობდა იმჟამიდელ პლეხანონზე და ეხლა სხვა რაღაცა ქვია მას და ამ შვილს სკოლის დამთავრების მერე არაფერი არ ქონდა გარდა ხმისა და არაფერი არ ქონდა თავში სკოლა არ დადგა საკითხი სადმე ჩააბარო როგორ უნდა ჩააბარო ხო ამას გაგიჟებული არც მამამისი იყო მომღერალი და არც დედამისი და არც გვარში არავინ მაგრამ ამას ქონდა ეს ხო დადგებოდა მარტო სავარიშობდა მღეროდა და ბევრს ნერვებს უშლიდა მაგრამ ამან ეს არ მოიშალა არანაირად ხო და მამამისი გვერდზე რომელმაც არაფერი არ იცოდა ამ შვილს ოპერაში დაყვებოდნენ ერთად შვილის გულის ეჭდა და დააბარა კონსერვატორიაში ოპერის მომღერალი გამოვიდა გერმანიაში წავიდა სამუშაო და იმას მე მგონი ასე თუ ისე მუსიკოსები იცნობენ ხო აი ამ ბიჭის ენთუზიაზმი აი мотиваცია რა იყო აი რაღაც აი სიყვარული ოპერის არ ვიცი რა და დაცინოდნენ ყველა საქართველოში ხო იცით ყველას დაცინეს და მამამისზე ვლაპარაკობ ნახეთ ერთი მამა მეორე მამა რა შვილის გულისთვის ის იჯდა და ყველა თითქმის საქართველოში ოპერას ესწრებოდა შვილის გულისთვის და ის შვილი კიდე სადაც მოიხელდებდა იღეროდა თავისთვის როცა თურქეთში იხილა ის ახალგაზრდები რომლებიც წავიდნენ და ერთ-ერთი მათი სიძეც იყო იქ ერთ-ერთი დაემარტო ხელი და ჩვენი ერთი ახლო ნაცნობები და მოდი რა ვიმღერებო რა კაი იმღერეო და ადაგაო და დაჭექაო რა რაღაცა ხმისისა რა უცნაურია ხო ესეთი ადამიანი და აი მამამ სუ გაკაჩა ყველანაირად დაამთავრებინა ჩააბარა და მე როცა საქართველოში ესეთი არეული სიტუაციებია თავისი ამნიჭის გამოვლენის საშუალება იყო საზღვარგარეთი გერმანია და იქ ანაზღაურებად შესაძყვისი და დაადის და ღეროდა და იმიტომ რომ დღეს ხო ეს უკვე მომაკვდავია უკვე ოპერა ვინ უსმენს დღეს ოპერას აქ ითქვა რატო აი ეს მაგალითები ხედავთ ინსტინქტებში რაც აქ გამიგეთ იმას ხელი შეწყობაც უნდა ეხლა როცა საერთო წელიწადია ლაპარაკეთ ეს ეხლა ეს არის საერთოდ ეს ხო იცით რა ეს სიცოცხლე სიცოცხლის საკითხია იმიტომ რომ სიცოცხლე არნიშნავს სიცოცხლე არ ნიშნავს იმას რომ ყველა ცოცხალია ეხლა ეს არ ჩათვალოთ რა რომ დავდივართ ცოცხლები ვართ არა მკვდარად ვიბადებით მკვდარი სულები ვართ ჩვენ ცოდის გამო მოვკვდეთ სულიერად და მერე სხეულიც უკვე მოშორდება სულს მაგრამ სული დარჩება როგორც არამატერიალური არსება და საჭირო არის ახლა ამის გარკვეული რაღაცა გარკვეულ მდგომარეობაში და ყოფარაში გამოვლენა და კი არ გაქრება ეს ასე რომ ჩვენ ეს გვჭირდება ეს გვჭირდება ცოტა არ არის სწორი სიტყვა ეს ჩვენი სიცოცხლე არის სიცოცხლე ხო კაი რამეა კაი რაღაცა არა სილამაზე აჯერეს გვია აი ამ სამყაროს შევეჩვიე და რა ლამაზია რა ეს სამყარო თავისი ცოცხალი არსებებით ცხოველთა სამყაროთი ფლორა ფაუნა რო დაუკვირდებით ღმერთის შეგაყვარი ცით რა არის სანამ ღმერთს არ გაიჩნევს ადამიანი ამ სამყაროს ვერანაირად გემოს ვერ გაუზინჯავთ მანამდე სამყარო იქნება გამოსაყენებელი როგორც ახლა იყენებენ თხრიან წალებენ ეხავენ ჩუჩქნიან ამოიღებენ დააბინძურეს ყველაფერი სხვა წყალი მოსპეს გაანადგურებს დიდ სანაგვეთ ქცეულ დედამიწას რა ელოდება ბიბლიის თანახმად დაწვა ხო და ხო წერია დაიწევა პეტრეს წერილში ხო წერია ერთხელ წყლით მეორე დაიწევა ხო და თუ დაიწევა ადამიანების სადგომად დედამიწა რო არის ჩვენ სად ვიქნებით ხო და ვერ წერია ახალი დედამიწა ვინ და შევიდეს იქ ამ დედამიწაზე ადამიანებმა ქრისტე რომ მიიღეს როგორც ხსნელი და გაგრძელდება ეს ჭრია მარადისობაში უფრო ლამაზი ამიტომ წერია ბიბლიაში რაც თვალს არ უნახავს რაც გულში არ გაგივლია და რაც ყურს არ მოусვენია ის მოუმზადა თავის შეყვარებულს ღმერთმა გჯერათ აქ კიდე ისე თქვა რომ აი ხრელში ეს ზამოჩნდეს კვაჟინა რაღაც გასაძრომი ადგილები არის ბიბლიაში და ყველას თავისი თავია საიდან შედიხარ აგერ მეგობრებმა თქვა რომ არის არავინ არის მართალი ეს არის ის ხრელი საიდანაც შევიდა და გაფართოება იწყება ასეთივე იყო მაგალითად ერთ-ერთი დასახელებული პიროვნის რომელთა წერილმა ბევრი რო წაიკითხა გარკვეული მუხლამ გადეკი და წაიკითხა და არავინ არ არის მართალი იცოცხლებს რწმენით აი ეს მართალი იცოცხლებს რწმენით გაენთო შევიდა ამ ხრელში მარტინ ლუთერი და რეფორმაციის ხანა დაიწყო გადარჩენა მხოლოდ სოლო სკრიპტურა მხოლოდ წმინდა წერილით აი ხუთი სოლო და ეს რო 95-ის რომ მეაჯაჭვა იქა კაცმა
მიუხედავად ამისა, ნახეთ, ისეც მთელი რიგი საკითხები, მისი წიგნები არაკანონიკური არის. ესე იგი, არა მარტო მაგის, ყველა იმ თეოლოგების წიგნები, რომლებიც ღმერთის სიყვარულით არიან დაწყვეტილები და ბიბლიას აღიარებენ როგორც დიდ, ესე იგი, ავტორიტეტს ამ საკითხში, თავად რო წიგნებს წერენ, უკვე ესენი არაკანონიკური არიან. ცუდი სიყვარული არ არის არაკანონიკური. ღვთივსულიერი არ არის, მაგრამ სიბრძნით გაჯერებულია. არაკანონური ლიტერატურა არის, ფილოსოფია, არაკანონიკურია გოეთეს ფაუსტი. არაკანონიკურია დოსტოევსკის მთელი რომანები. და მაგით ახლა ორიენტირება დავიწყო ცხოვრებაში, არ იქნება სწორი. საორიენტირე ცხოვრებაში, საორიენტაციისათვის, ესე გადაადგილებისათვის არის გზამკვლევი იესო ქრისტე. ამას კი უნდა იცნობდეს ადამიანი იმ მოცემულობით, რომელიც ჩვენ წინ არის, ეს არის საღვთო წერილი. და ჩვენ ერთ დღეს ამ წერილის თანახმად წარდგენა მოგვიწევს მასთან, რომელიც აპოკალიფსში აღწერილი. სიცოცხლის წესში ჩაწერილი თუ ხართ, გამორიცხულია, არა იქ ადამიანია, ხო, იქ არ არის გვარები, სახელები, მაგრამ ამას თქვენ მიხვდებით კითხვის პროცესში. ამიტომ ინსტინქტებში გადავიტანოთ ის, რასაც ვკითხულობთ და ნებისმიერ სიტუაციაში კითხვაზე იმავე წუთში პასუხობთ იმ ინსტინქტებში, რომელიც ჩვენშია ჩადებული საღვთო წერილის მეშვეობით. მერე აქ ითქვა ისეც, რომ ბიბლიაში არ არის არა მარტო ილუსტრირებულია ბიბლია. უფრო მეც გეტყვით, პორტრეტებიც ვინმე ტყვის აბა როგორი გარეგნობა აქვს ადამიანსა და ევას. მაშინ როდესაც მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟი დახასიათებულია ისე, რომ ის გადაგჩენია კინემატოგრაფიულად, ის გადაგჩენია სცენარით დავწეროთ და მისი შესატყვისი მსახიობი მოვზებნოთ და ჩავაჯინოთ. აღო აგებულება, თმის ფერი, ყველაფერი ეს პორტრეტი აღწერილი აქვს მაღალ დონეზე მხატვარს, მწერალს. ბიბლიაში მსგავსი რამე არ არის. ბიბლიაში არც ერთი პერსონაჟი დახასიათებული არის ერთი იშვიათი გამონაკლის გარდა, ისეც რაღაცა გზელი თმები და ესე, მაგრამ ის რომ ყურები ფართო აქვს, კეხიანი ცხვირი აქვს, ტუჩების სქელი აქვს თუ სიმაღლე რამდენი აქვს, არცად არ არის. უბრალოდ სიმაღლე ერთი არის მინიშნებული, თქვათ, გოლიათზე, ეს სიმაღლე მართლა მინიშნებულია რამდენი არის, 3 და რაღაცა არის, თითქმის 4 მეტრი, რომ ამას უპირისპირდება ტანმორჩილი დავითი, ჩვენმე წლისა და როგორ ამარცხებს. ეს დადანებულია. სხვა მხრივ გარეგნობაზე, ქალების გარეგნობაც არ არის აღწერილი და რა გარეგნობის იყო ასეთი სარა, რომ 65 წლის ქალი, ზე გაგიჟდა რომელიღაცა თქვათ ფარავნის, რა ქვია, აბიმელექი ეგვიპტეში რო ჩავიდა, ხო? და უნდოდა მას თქვათ თავის კოლექციაში ეს ქალიც ყოლოდა. ესე იგი ლამაზი იყო. ამიტომ ჩვენი ასაკით რო შევდივა, ჩვენი ათვლის წერტილი რო გვაქვს ასაკისა და ახლა ქალი თქვათ რა სილამაზის იყო 75 წლის ხალხს ქალი შეეძინა, რა იყო ამისთანა, ხო? ამაშია საქმე ჩემოკარგებო. ჩვენი ბიბლიური წელთაღრიცხვა ცოტა სხვანაირია, იქ პერსონაჟები სხვანაირი არიან და შეგეპაროთ რომ ის ლამაზი ქალი იყო. ხო, ასევე ურიას ცოლიც ლამაზი ქალი იყო. ხო, წარმოიდგინეთ სოლომონის ჰარამხანაში ულამაზესი ქალები იყო, ის 1000 ქალი, საიდანაც იქ 300 და 700 გაყოფილიყო. ზოგი ცოლი იყო, ზოგი ხარჭა იყო. მაგრამ ახლა როგორ ფიქრობთ, ახლა ყველასთან იყო? ეს იყო ძალაუფლების გამოვლენის მაგარი საშუალება აღმოსავლურ იმაში. ამას ღმერთი კი არ იწონებს. ესე არ გაიგოთ ბევრმა ეგრე მუსულმანებმა რომ აიღეს თელი რიგა. არა, შეგექნება ჭირი ამაზე თორე. ეხლა ამით სოლომონი არ ჯოჯოხიჩი წავა და არც იაკობი წავა, ჯოჯოხიჩი რა ჭირიც აკიდა მისმა სიმამრამ, ყველა ქალები ამას რო შეტენა იქა, როგორი ახლა ეს შეინახო ესენი, ხო? ასე რომ დახასიათებული გარეგნობა ბიბლიაში არ აქვს. გარეგნობა, აი თვისებები კი, რწმენის წიგნი ეს. ამიტომ ღმერთის პორტრეტიც არ არის დახასიათებული. როგორია, რას იწონის, რა მხელა არის. აგერ ქმნილებაში შეხედეთ. ქმნილება გეტყვით, გამიგეთ, ქმნილებაში შეიცნობა შემოქმედი. რაოდენ უზარმაზარი სამყარო უკიდეგანო, ხო და როგორ წარმოიდგენთ ღმერთს და როგორ არ განიმსჭვალებით იმ გრძნობით, რომ თაყვანისცე. იმიტომ რომ ჩვენ ხომ თაყვანისცემა სიცხში გვაქვს, ყველას თაყვანს ვცემთ, შვილებს, შვილიშვილებს, ცოლებს ვეთაყვანებით, დაუჩექვებთ ზოგიერთები, ზოგი თქვათ შემოქმედები ხალხი ხო საერთოდ უძვრებიან და აგა ბიძინას რო ეთაყვანებიან, რა ვიცი, დღეს საქართველოში ვის ეთაყვანებიან ისე. შიოლაშვილი ხო საერთოდ სათაყვანებელზე სათაყვანებელია. ასე რო ეთაყვანებით იმას, ვინც გამოგათაყვანებს, უკვე აქ ნეგატიური გაგებას აქვს ადგილი ამ ჩემს იმაში. ეგ სწორია? ვეთაყვანოთ იმას ისეთი კი არა გამოგვათაყვანებს, რომელიც აგვამაღლებს და აგვიახლოვებს და
სინათლის გვაზიარებს. ხო არის თაყვანიცება ჩვენში. და ყველგან ჩანს ეს, აი ფეხბურთელებს მეთაყვანებით, ვაკერპებთ სხვა სიტყვებით, ყველას თავისი ისაყავს, რაღაცა მაგ დასუკრავთ, აღფრთოვანებული. ხო თქვა ღმერთმა ეს არ გააკეთოთ ერთმანეთი შეიყვარეთო. ერთადერთია სათაყვანებელი ეს არის სამყაროს შემოქმედი, რომელიც არის და ჩვენზე კი არ არის დამოკიდებული და რაიმეზე. ჩვენ ვართ მასზე დამოკიდებული და რაიმეა მასზე დამოკიდებული და ნახეთ ადამიანს მისცა ცხოველთა სამყაროში ეს გამოარჩია ეს ცხოველი, ძველი ქართულმა არ შეგვაშინოს, ცხოველი საცოცხლო ფორმებს ვინც ატარებს ჩვენ ადამიანს, რომელსაც მართლაც მეტი სიახლოვე აქვს ღმერთთან და ღმერთის რაღაც თვისებებს ატარებს, არავინ არ ატარებს სხვა. და ეს არის ეს ადამიანი ისეთი რომ მთელი შეგნებით თვითცნობიერების მატარებელი, მთელი შეგნებით მან უნდა აირჩიოს ღმერთი და მასზე დამოკიდებულება აღიაროს. ესეთი ვართ გაჩენილი. სხვაები არა. სხვაები მთლიანად გვემორჩილებოდნენ ჩვენ, მაგრამ ანტაგონიზმის ცოდვის შედეგად ანტაგონიზმი წავიდა და ცხოველებში გარეული და შინაური ცხოველები წარმოიშვა. ეს გაუქმდება მას მერე, როცა იესო მეორედ მოვიდა. იქით სულ სხვა რამ გველოდება, რომელზედაც მინიშნებებია მარტო და იქ შეყოფა თავის და ჩვენი წარმოდგენებით რაღაც ლოგიკური ოპერაციის წარმოება, ეს უკვე მკარხელობად ჩაგვითulis ღმერთი ამას ჩემო კარგი.